ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოაცხადა ოფიციალურად, რომ ამკაცრებს ნარკოპოლიტიკას და მივესალმები ამ ამბავს მე პირადად და სულ ამას ვიძახოდი და ყვიროდი, რომ საშინელება ხდება ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ქალაქში და რომ ყველა ქვის ქვეშ ბომბიდებს თქო ნარკოტიკის სახით და ეს პრობლემა აუცილებლად გადასაჭრელია და მივესალმები ამიტომ ქართული ოცნების აი ამ წამოწყებას, რასაც ქვია ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. მაგრამ აქ ქართული ოცნების ხელისუფლებას მართებს სერიოზული სიბრთხილე და სერიოზული სიფხიზლე. პირველ რიგში აქ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ეს გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა აისახოს მომხმარებლებზე და არა გამსახებლებზე. აქ რაც გულისხმობ, ეხლა ვიტყვი. მაგალითად, სამინისტრო თვის ბოლოს ან კვარტლის ბოლოს რო დადებს სტატისტიკას და აქ რო აჩვენებს, რომ გახსნილია 100 ნარკოდანაშაული. საღოლ კარგია. მაგრამ აი აქ რო ჩაეძიები და კარგად რო ჩაიხედავ და დეტალებს რო გაეცნობი და რო აღმოაჩენ, რომ ამ 100-დან ესე იგი 10 აღმოჩნდება გამსახებელი და 90 უბრალოდ მომხმარებელი, ეს უკვე რეპრესიას ემსგავსება და აი აქ მართებს ხელისუფლებას სერიოზული სიფრთხილეს და სიფხიზლეც. მეორე ის საკითხია, რომ სერიოზულად უნდა გააკონტროლონ საშუალო რგოლის თანამდებობის პირები ძალოვანი სისტემების, რომ აი ამ საშუალო რგოლის თანამდებობის პირებმა ბოროტად არ გამოიყენონ აი ეს გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა და პირადი შურისძიება არ განახორციელონ სხვადასხვა ადამიანების მიმართ. ამას მე რო ვიძახი, ძალიან გააზრებულად ვიძახი ამ ამბავს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მუშაობდი სისტემაში და ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი რა და როგორ ხდება ნაცების დროსაც და დღესაც. ასევე ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს გამიჯვნა, როგორც ხდება ნარკოტიკების გამიჯვნა და როგორც ყველა ნარკოტიკი ერთი არ არის, ესე უნდა ხდებოდეს მომხმარებლების გამიჯვნაც და ჰეროინის მომხმარებელს, რომელმაც 1 საათის წინ მოიხმარა ჰეროინი და გათიშრულ მდგომარეობაში ზის საჭესთან და რო წაიყვანენ და დაუდგინდება მოხმარება და 3 წლით წართმევენ მართვის მოწმობას. გასაგებია მივესალმები. მაგრამ ადამიანი, რომელმაც 1 თვის წინ მოწია მარიხუანა, ან გუშინ მოწია, ან 1 კვირის წინ, ყველაზე დიდ ხანს რჩება მარიხუანა ორგანიზმში და აი ეს მოკლედ 1 თვის წინ მოწეული მარიხუანა მაქვს და მივდივარ ჩემთვის საქმეზე და ვიღაცას ეჭვი შეეპერა, პარა გამაჩერა, გადამიყვანა, წამიყვანა ნარკოლოგიურში, ან ჩემით გამიშვა და დამიდგინდა, რომ ორგანიზმში აჩვენა, რომ მოხმარებული მაქვს. მაგრამ ის ვერ გეუბნება შენ 1 თვის წინ მოწიე თუ 2 საათის წინ, ხო? ასეთ შემთხვევაში აი ამ სრულიად ფხიზელ ადამიანსაც, რომელმაც 1 თვის წინ მოიხმარა მარიხუანა, 3 წლით უზღუდავენ მართვის მოწმობას და ეს ფაქტია, რომ უსამართლობის გრძნობას იწვევს ადამიანებში სამართლიანად. ასევე სიმთვრალეზე, ხო, მთვრალი ყველა კარგად ვიცით, რომ ყველაზე საშიში არის მთვრალი ადამიანი, საჭესთანაც და გვერდზეც და ყველანაირი გაგებით და სიმთვრალეზე 6 თვით ართმევენ მართვის მოწმობას და ადამიანი, რომელმაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მარიხუანა მოიხმარა, იმას 3 წლით უკრძალავენ მართვის მოწმობას. აქ უნდა რაღაცნაირად აი ეს საკითხი რეგულირდებოდეს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ერთქვაბში არ უნდა იხარშებოდეს. ამიტომ სჭირდება სიფრთხილე და სიფხიზლე ხელისუფლებას, რომ აი ეს ყველაფერი რაღაცა რეპრესიებს რო არ დაემსგავსოს. ასევე უნდა მიეცეს შანსი ახალგაზრდებს, რაღაც ასაკობრივი ზღვარი უნდა ჩაიდოს კანონმდებლობაში და მაგალითად 25 წელი ან 23 წელი და თუ ადამიანს ჯერ არ შესრულებია ეს 25 წელი და პირველი შემთხვევა მოხმარების ან რაღაცა მარიხუანის თუ სხვა უფრო მძიმე საშუალების, ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ არ უნდა დაუნგრიოს მომავალი და უნდა მიცეს შანსი
უნდა აპატიოს და პირიქით დაეხმაროს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები და სტრუქტურები და წარმომადგენლები, რომ ამ ახალგაზრდებმა გამოასწორონ თავისი ეს რაღაცა შეცდომა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ადამიანების მომავალზე და არა იმაზე, რომ მომავალი წაართვას ესეთ ახალგაზრდებს და დაუნგრიოს ცხოვრება. თუ ქართული ოცნების ხელისუფლება სწორად გაატარებს ამ ნარკოპოლიტიკას, თუ ქართული ოცნების ხელისუფლება გამსაღებლებს არ დაინდობს და სასტიკად იბრძოლებს გამსაღებლების წინააღმდეგ, ყველა მთელი ქვეყანა ამ ხელისუფლების გვერდით დადგება. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა, ის ადამიანი, ვინც სადღაც მთაში გაზარდა ერთი ძირი მოსაწევი და გააბოლებს და წავა და თოხნის იმას რა ქვია, ყანას ან რა ვიცი, თავის საქმეს აკეთებს სადღაც ტყეში. აი ეგეთ ადამიანს რომ შეუვარდებიან და ამ ერთ ძირ მოსაწევს რომ რაღაცა მოუთხრიან და დაულუქავენ და გაასამართლებენ და ციხეში რო წავა ეს კაცი და კამერაში რო შეხვდება იქ ვიღაცა გამსაღებელი, რომელიც 5 ჩეკი გეროინით ყავთ დაჭერილი ან 25-ით, რა თქმა უნდა უსამართლობის განცდა გაჩნდება აქაც და აი აქ უნდა რაღაცა გამიჯვნა ხდებოდეს და რაღაცა ყველა ნარკოტიკი და ყველა მომხმარებელი ერთ ქვაბში არ უნდა იხარშებოდეს. აი ეს იქნებოდა კარგი, ეს იქნებოდა გამართლებული და ეს იქნებოდა წარმატებული ნარკოპოლიტიკა და იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ აი ეს ნარკოპოლიტიკა გააზრებულად გაამკაცრა და ძალიან კარგად იციან, რასაც აკეთებენ და იმედს ვიტოვებ, რომ როგორც ნაციონალების დროს იდგა რიგები ნარკოლოგიურში, იმიტომ რომ ვიღაცა პოლიციელს რაღაცა მოელანდებოდა და აბა არ მოეწონებოდი და აბა წავედით ნარკოლოგიურში, იგივე სიტუაცია არ უნდა განმეორდეს ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფერი არის შეფასებითი და შედარებითი, ხო? და ყველა მომხმარებელი ერთ ქვაბში არ უნდა იხარშებოდეს და ყველა ნარკოტიკი რაღაცა ერთ პრიზმაში არ უნდა განიხილებოდეს. აი ეს რაღაცა უაზრო სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ და აი ამ სტერეოტიპების გარეშე უნდა ტარდებოდეს ეს ნარკოპოლიტიკა. თუ გვინდა რომ შედეგი გამოიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი შედეგი არ ექნება, ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს და რა ვიცი, უარესი შეიძლება მოხდეს და ყველანაირი გაგებით. რეპრესიებშიც გადაიზარდოს ერთი და ბოროტად გამოიყენონ ზოგიერთმა არამზადებმა აი ეს გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა და დაძარალდეს ჩვენი სახელმწიფო, ხალხი, საზოგადოება და შედეგიც ვერ გამოიღოს. თორე კარგად მახსოვს მიხეილ სააკაშვილის დროს იყო დრო, როცა 4 ნარკოგამსაღებელი იყო ამ ქვეყანაში და 4-ვეს ვაკონტროლებდით, მაგრამ არც ერთს არ გვაჭერინებდნენ, იმიტომ რომ ჭირდებოდათ. გაწყვეტილი გამქრალი იყო ნარკოტიკი, მაგრამ ადამიანები ბენზინებს ხარშავდნენ, კროტებს, პიჩხებს და 1000 ჯანდაბას და ამით იკლავდნენ თავს და ბევრი ადამიანი დღემდე უკან დადის აი ამ რაღაცა ჯანდაბების კეთებით და ფაქტია, რომ აი ეს გაუაზრებლად გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს და ემსგავსება რეპრესიებს. ამიტომ ვლაპარაკობ ამდენს და ვთხოვ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ აი ეს საკითხი როგორც გემრიელად დაიწყო, ისე გემრიელად მიიყვანონ ბოლომდე, დაუტირონ ყველა გამსაღებელს. მნიშვნელობა არ აქვს ბევრს გაასაღებს თუ ცოტას, ვინც ნარკოტიკს ასაღებს, ყველას დაუტირონ, თუ გინდა დახვრეტა მიუსაჯონ. მომხრევა, მაგრამ მომხმარებლებს და იმ ადამიანებს, ვინც სადღაც შეცდომა დაუშვა ახალგაზრდებზე მოგსაუბარი, აი ამ ადამიანებს დაუტოვონ შანსი და მიცენ ერთი შანსი ყველა ახალგაზრდას. ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ამ სენით არის მოწამლული და 20 და 30 წელი აი ამ ჯოჯოხეთში ცხოვრობს, ასეთ ადამიანებს კიდე აი ამ გამკაცრებული ნარკოპოლიტიკით კიდე უფრო ჯოჯოხეთად არ უნდა გადაიქცეს ცხოვრება. აი ამის თქმა მინდოდა დღეს და იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება როგორც დღემდე ხუთიანზე მოდის და უბერავს,
აი ესე მიიყვანს აი ამ გამკაცრებულ პოლიტიკასაც ბოლომდე.